დღეს ვისაუბრებთ ფულის ფსიქოლოგიაზე და ჩვენი ქვეცნობიერი პროგრამების მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე, ანუ შეზღუდულ დაჯერებებზე და ლიმიტებზე, რომელსაც ვერცდება ჩვენი ყოველთვიური თუ წლიური შემოსავალი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეცნობიერი თვლის ეს გაზრდილი შემოსავალი შეიძლება ჩვენთვის იყოს საფრთხე. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday. ძალიან გთხოვთ ვიდეოს დასაწყისშივე გამოიწეროთ არხი და თუ თქვენთვის საინტერესოა ეს ეპიზოდი, გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს. დღევანდელი ეპიზოდი დავყავი 6 ნაწილად. პირველი ნაწილი არის რატომ არ იზრდება შენი ფინანსები, მეორე ნაწილი არის რას ნიშნავს ზოგადად ფულის ფსიქოლოგია და დიახ, ფულს აქვს ფსიქოლოგია, რადგან ის არის ენერგია და ერთ-ერთი მმართველი ენერგია მატერიალური სამყაროსი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და ვცხოვრობთ და გვინდა რომ კარგად ვიცხოვროთ. მესამე ნაწილი არის რა არის შენი ფინანსური ლიმიტი, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური ლიმიტი აქვს თავისი ბავშვობიდან და ზოგადად ცხოვრებიდან გამომდინარე. ქართულ ფინანსურ იდენტობას ძალიან მოკლედ შევეხები, იმიტომ რომ წინა ეპიზოდში საკმაოდ ვრცელი, ესე ვთქვათ, დრო დავუთმე ამას, მაგრამ შეიძლება ცალკე ამაზე ვიდეოს ჩაწერაც. მეხუთე ნაწილი არის ლიმიტი არის ნერვული სისტემის ტევადობა, შესაბამისად უნდა გავზარდოთ ნერვული სისტემის ტევადობა, გავაფართოვოთ ის, რომ გაიზარდოს ჩვენი ფინანსური ლიმიტი და მეექვსე არის ლიმიტის გაფართოვების პრაქტიკა, სადაც გიზიარებთ ნეირომეცნიერების, კონკრეტულად კი სტენფორდში მოღვაწე ნეირომეცნიერების პრაქტიკულ რჩევებს და სავარჯიშოებს, რომელიც არაერთი წელია საკუთარ თავზე გამოვცადა და ნამდვილად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი ლიმიტი ფულთან დაკავშირებით ჩემთვის აღარ არსებობს. თვეში რომ გქონდეს 100 მილიონი დოლარი შემოსავალი, ამასთანაც ვფიქრობ, რომ მაქვს ტევადობა და ნახოთ, ერთად გაიზრდება ჩემი არხი, მე გავიზრდები თქვენთან ერთად და რეალურად ეს ფინანსური ტევადობა მართლა მუშაობს თუ არა. მე ვფიქრობ ჩემი ცხოვრებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე და ნეირომეცნიერების დასკვნებიდან გამომდინარე, რომ ის მუშაობს. გადავიდეთ პირველ ნაწილზე. შეიძლება ოკეანის ხმა გვეპარება, იმიტომ რომ ამოდის მოქცევა არის და იმედი მაქვს, რომ მიკროფონი ახსოვს ამ ყველაფერს. ჩემთან ერთად ჩიტები ჭიკჭიკებენ, ეს დასტურია, რომ თქვენი ფინანსური ტევადობა გაიზრდება. მოკლედ ნაწილი პირველი, რატომ არ იზრდება შენი ფინანსები? შეიძლება ძალიან ჭკვიანები ვართ, ქართველებს გულისხმობ შრომის მოყვარეები, 3 სამსახური, 4 სამსახური, ფრილანსერები, ემიგრაცია, ბევრი პარალელური რაღაცების ერთად კეთება, მაგრამ სულ თითქოს ჩვენი ცხოვრების სტილი და ის თუ რას ვქმნით ამ ცხოვრებაში მიღებული ფულით ერთი და იგივე დონეზეა, ან მცირედით ძალიან რო იტყვიან ჭიანჭველას ნაბიჯებით იზრდება და ეს იმიტომ არა, რომ ან ზარმაცები ვართ, ან ჭკვიანები არ ვართ, ან ვინმეზე ნაკლებად ნიჭიერები ვართ. უბრალოდ იმიტომ, რომ ძირითადად ქართველებს აქვთ შეზღუდული დაჯერებები ფულთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მათი ტვინი, ანუ მათი ქვეცნობიერი თვლის, რომ რაც უფრო პატარა არის შემოსავალი, უფრო უსაფრთხო ამ ადამიანის ცხოვრება. აქედან გამომდინარე რამდენი სამსახურიც არ უნდა შეიცვალოთ და წახვიდეთ წინ, კი შეიძლება გაზარდოთ, შეიძლება ვერ გაზარდოთ, ისევ უკან გადმოხვიდეთ, მაგრამ ეს არ იქნება გრანდიოზული ზრდა წლიდან წლამდე 10x, 30x, 100x იქნება რაღაცა. მე ყოველ შემთხვევაში ადრე ასე ვიყავი, რაღაცა 20%-ით ხელფასის მატება, 30% უკვე მაგარი იყო, მაგრამ შეგვიძლია რომ აქ სისტემას გავარღვიოთ, როცა ჩვენი ქვეცნობიერი დამუშავდება, ესე რომ ვთქვათ, ფული შეგვიყვარდება, პატივისცემას ვისწავლით, რომ მას ბევრი უამრავი კარგი რაღაცის გაკეთება შეუძლია და არგუმენტად შეიძლება მოვიყვანოთ, რომ ცუდისაც, მაგრამ ყველაფერი კარგი, რაც ფიზიკურად ხელშესახები და შექმნილია, გაკეთებულია იმ ადამიანების მიერ,
ვისაც აქვს ფული და დამიჯერეთ, რომ სოფლიოში სტატისტიკურად ბევრად მეტი ადამიანი, ვისაც აქვს ფული, არის ქველმოქმედებაში, გულწრფელში და ეხმარება გარშემო მყოფ ადამიანებს და სოციუმებს, ვიდრე პირიქით. და კარგი და ესა ცუდი ყოველთვის იარსებებს, ხო? ოქროც რო იყო მიმოცვლის ვალუტა და არ ვიცი, ცხვარი და კარტოფილი და რაღაცა მონეტა ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, ვინც იყენებდნენ ამას რაღაცა თავისი ეგოისტური, ეგოცენტრული მიზნებისთვის და პირიქით. და მე უფრო იმ კატეგორიაში გამყავს საკუთარი თავი და იქ ვხედავ, ესე ვთქვათ, სივრცეს, რომ როცა მაქვს ფული, მაქვს მეტი შესაძლებლობა, რომ დავეხმარო ადამიანებს და ჩემ შემთხვევაში ქალებს, მეგობრებს, ჩემს ოჯახის წევრებს და ძალიან სასიამოვნო პროცესია, როცა შეგვიძლია სხვისთვის იყოს სარგებლო. მოკლედ ფინანსური ზრდა არ იქნება მანამ, სანამ გვაქვს შეზღუდული დაჯერებები და სანამ ჩვენი ტვინი აღიქვამს გაზრდილ ფინანსებს საფრთხეს. და ეს რა თქმა უნდა ძალიან მჭიდროდ არის კავშირში ქართულ ფინანსურ იდენტობასთან, რასაც დავუბრუნდები რამდენიმე წუთში. პირველი კითხვა მაქვს თქვენთან, თუ შეიძლება კომენტარებში დამიწეროთ, რა არის თქვენთვის, არაკომფორტულად დიდი თანხა, რომელიც ვერ წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება გქონდეს ყოველთვიურად. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის იყოს 5,000 ლარი, ვიღაცისთვის იყოს 10,000. ჩემთვის მაგალითად, სანამ ამ სავარჯიშოებს დავიწყებდი, სხვათა შორის იმიტომ, რომ უკეთესი წარმოდგენები მქონდა, ვიდრე საშუალო ქართველს ფულთან დაკავშირებით იყო, ხან 10,000 დოლარი, ხან 80,000 დოლარი, ესე რაღაცა ნელ-ნელა ვზრდიდი, სანამ ეხლა არ მივედი იმ ნიშნულამდე, რომ 100 მილიონი დოლარი არის კომფორტსა და დისკომფორტ შორის ზონა რა, ანუ არც ძალიან ტევადობა მაქვს ამისთვის, მაგრამ არც ძალიან შორშარი და ვმუშაობ ამისთვის. ეს არ ნიშნავს ოღონდ, რომ უნდა ამუშაო საკუთარი თავი, რომ 100 მილიონი დოლარი ქონდეს ყოველთვე. არა, ეს ნიშნავს იმას, რომ შენი ტევადობა გაზარდო ისე, რომ ნებისმიერი შესაძლებლობა, რაც შენ ცხოვრებაში შეიძლება მოვიდეს, შემოუშვას და მერე არჩევანი გააკეთო, შენ გინდა ამ გზაზე სიარული და ესე ვთქვათ ამ ყველაფრის მიღება თუ არ გინდა, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად როგორ მდგომარეობაშიც ვიმყოფები, არც მეტი მინდა არაფერი, არც ნაკლები არ მინდა, ანუ იდეალური მდგომარეობა მაქვს. არ ვმუშაობ, გულისხმობ 9-დან 9-მდე სამსახურში, იმიტომ რომ ეგეთი სამსახურები მქონდა, ვსწავლობ, ვეხმარები ქალებს, ნელ-ნელა ალბათ დავამატებ რაღაც ფასიან შეთავაზებებსაც, მაგრამ არ მაქვს ამის სტრესი, თუმცა ტევადობა დიდი მაქვს და იმის აღქმაც, რომ შეიძლება აქედან ერთ წელში სულ სხვა გეგმები ჩამერთოს და პრინციპში ამიტომაც ვაპირებ ინგლისური YouTube-ის გაკეთებასაც, რომ ისევ დაუბრუნდა საერთაშორისო კარიერას, მე რა პროფესია შევიცვალე. მოკლედ დაწერეთ რა არის თქვენი თანხა, მაინტერესებს ჩემი აუდიტორიის, ესე ვთქვათ, ლიმიტის ხაზი სად გადის. ნაწილი 2. ზოგადად რას ნიშნავს ფულის ფსიქოლოგია. და სხვათა შორის ვფიქრობდი, რომ ხო არ სპეციალისტ და ფულის ფსიქოლოგიაში, მაგრამ არ ვიცი, ძალიან მაინტერესებს, მაგრამ მინდა რომ თან საჭირო იყოს ძალიან და საკმაოდ ისეთია ვიწროა, ჩემთვის საინტერესოა და დავაკვირდები ესე ვთქვათ დინამიკას, რამდენად დიდი უკავშირი მაქვს აუდიტორიისგან, რომ ამ მიმართულებას გავყვა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ფულის ფსიქოლოგიას არის პოზიტიური ფსიქოლოგიის ნაწილი. კი არ ვფიქრობ ასეა. მოკლედ რა არის? ფულის ფსიქოლოგია არის ჩვენი ქვეცნობიერი პროგრამები მოდის ჩვენი გარემოდან, რომელიც ესე გვაჯერებდა, რომ არ დავარდე, ფული ისეთია, ფული ჭუჭყია, ფული ვისაც აქ რაღაცნაირია, იჭერენ, ეს ხო რაღაცა ეს უარყოფითი. ჩემ შემთხვევაში ბევრი პროგრამა ფულთან დაკავშირებით იყო დადებითი და მაგიტომაც გამიმარტივდა ეს გზა და ამ პროგრამებიდან გამომდინარე ცნობიერად როგორ ვიქცევით ფულთან. მაგალითად, ვხარჯავთ ემოციურად,
გვეშინია ინვესტირების, გვეშინია რისკის აღების, თავს ვარიდებთ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, მართვის მოწმობას არ ვიღებთ, იმიტომ რომ მე მანქანა არ ვიყიდოთ, ხო? ანუ ფული არ არის ტვინისთვის ციფრი, არამედ არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ჯანსაღ შემთხვევაში ფული არის უსაფრთხოება, სტატუსი, ძალაუფლება, სიყვარული, სარგებელი, კრეატიულობა, ანუ ამ ყველაფრის განხორციელება და გამოხატვა შეგიძლიათ, სიყვარულს ვერ იყიდი, მაგრამ საყვარელი ადამიანი შეგიძლიათ გაახაროთ. ან პირიქით საქართველოს შემთხვევაში ფული ასოცირდება საფრთხესთან და თუ ბავშვობაში გვესმოდა რომ ფული რთულად იშოვება პატიოსანი გზით, დიდი ფულის უფთა არ არის ის, ასეთია ამან მოიპარა ჩვენი ფული და ეხა ნახე როგორ ცხოვრობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენი ქვეცნობიერი ამ წმენით ცხოვრობს და დაიცავს ბოლომდე, სანამ ჩვენ არ გავაცნობიერებთ და არ ამოვყრით ამ დაჯერებებს და კითხვებს არ დაუსვამთ. ეს დაჯერება ჩემია თუ სხვისია და ამ დაჯერებას არ დავუპირისპირებთ მაგალითებს, რამდენი ადამიანი არის წარმატებული კანონიერი გზით, რომელიც ქმნის კარგ პროდუქტს ან მომსახურებას და ამით ეხმარება თავის თავს და სხვებსაც, ხო? და ნელ-ნელა საქართველოს სივრცეშიც გამოჩნდა ესეთი ადამიანები, გამოჩნდნენ, თუმცა გუშინ ვსაუბრობდით წიგნის კლუბში, რომ საქართველოში აი ესეთი ტოპ ბიზნესმენები რო ავიღოთ და შევადაროთ დასავლურ ტოპ ბიზნესმენებს, ხო? რომ დავანებოთ თავი, რომ ფული სხვადასხვა მოცულობით აქვს. ქართველი ბიზნესმენები, აი ვინც არიან ყოველ შემთხვევაში ტოპ, არ გვიყვებიან საიდან იშოვეს ფული, როგორ იშოვეს ფული, რა გზა გაიარეს, რა შეცდომები დაუშვეს და ეხა მაგალითად რო ავიღოთ, ხო? ილონ მასკი, რომელიც არის ყველაზე მდიდარი ადამიანი, არ ვიცი, შეიძლება ინგლისურად პოდკასტი რო გავუკეთოთ, ჩემთანაც მოვიდეს სტუმრად, ანუ ყველგან დადის, ყველგან აზიარებს თავის აზრს, თავის რჩევას, ანუ არ ცხვენია, არ ეშინია, არ მალავს, არ ეშინია, რომ კონკურენტს გააჩენს ამით. პირიქით, კონკურენტების გაჩენა ნიშნავს ბაზრის გაფართოებას და საქართველოში სამწუხაროდ, მოდი დავარქვათ, ძველი თაობის ბიზნესმენები აბსოლუტურად არ გვთავაზობენ გამჭირვალობას და რაღაცნაირად ვაკუუმში გვამყოფებენ, მაგრამ ვინც იცის ინგლისური, ვინც იცის რუსული, სულ რო არ იცოდეთ ეგენები, დღეს გვაქვს ხელოვნური ინტელექტი და მოძებნეთ რამდენი კეთილი საქმე კეთდება და რამდენი კარგი ადამიანი არის, ვინც მდიდარია და მე ვიტყოდი, რომ ფული ადამიანს აკეთილშობილებს. ყოველ შემთხვევაში, ჩემ გარშემო მე ესეთი მაგალითები მაქვს. და სხვათა შორის ძალიან მაინტერესებს აი ქართულ კონტექსტში რა დაჯერებებით ვოპერირებთ, რა პროგრამები გვაქვს ქვეცნობიერში და კომენტარებში დაწერეთ თუ რაღაცა ისეთია რომ არ გინდათ დაწერეთ, შეგიძლიათ ინსტაგრამზე მომწეროთ, აი რა გესმოდათ ბავშვობაში ფულზე. მე შემიძლია ვთქვა, რომ კარგის გარდა არაფერი არ მესმოდა და მთელი ბავშვობა ვთამაშობდი მენეჯერს, აი სხვები რომ თამაშობდნენ, არ ვიცი, ბარბები, რაღაცა, მეც პატარა დოზით მიყვარდა, მაგრამ როგორც კი ვიპოვნიდი თანამოაზრეებს ან სივრცეს და ძირითადად ეგენი უფრო უფროსები იყვნენ ჩემს და მახსოვს, რომ სულ თამაშობდი მენეჯერს და აი ეს მიყვარდა ყიდვა, გაყიდვა, სახლი, ქუჩა, მანქანა და მე მგონია რომ საკმაოდ იმოქმედა ეგ ჩემი ქვეცნობიერი პროგრამების ჩამოყალიბებაზე და სხვათა შორის რობერტ კიოსაკის ერთ-ერთი რჩევაც არის რომ ბავშვებმა ითამაშონ უბრალოდ მოზარდებმა მენეჯერი და მე კითხვაც არ ვიცოდი, როცა უკვე თამაშობდი და ძალიან მიხარია რომ ეს შესაძლებლობა მქონდა, მადლობა ამისთვის ჩემს ოჯახს. მოკლედ, მესამე ნაწილი, რა არის შენი ფინანსური ლიმიტი? ხო, ფინანსური ლიმიტი არის შემოსავლის დონე, რომელიც შენთვის ნორმალურად იგრძნობა. ყველას აქვს ლიმიტი და ყველას აქვს რაღაცა თავისი წარმოდგენის ზედა ზღვარი.
და საინტერესოა რომ როცა ადამიანი უახლოვდება აი ამ თავის ლიმიტს, ავიღოთ მაგალითად $10,000 არის ლიმიტი ყოველთვიური შემოსავლის დაშვება, ხო, მიმღებლობა. და აი რაღაცა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, ან სამსახურიდან წამოვა, ან ბიზნესს დახურავს, ან ისე აღარ მუშაობს, ან იწყებს ზედმეტ ხარჯვას, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ხო, კარგავს დისციპლინას, იმიტომ რომ ტვინმა ეს აღიქვა საფრთხეთ, ეს იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია დავიტიოთ და ხელს უშლის ახალი იდენტობის შექმნაში და ეუბნება, რომ მოდი რა, ვიყოთ ამ ზონაში, სადაც ვართ, არ გვინდა ახალი მეგობრები, არ გვინდა ახალი სტატუსი, არ გვინდა ახალი სოციუმი, სადაც ვარ და რისი ნაწილიც ვარ, ვაიმე რაღაცა დაფრინავთ, იქ მირჩევნია ყოფნა, იმიტომ რომ აქ ვარ მიღებული და ვარ უსაფრთხოდ და ზუსტად ეგ არის ის ლიმიტი, რაც არ გვაძლევს საშუალებას, რომ გადავიდეთ შემდეგ დონეზე და არ შეიძლება, რომ 20, 30, 50, 40, 60, 80 წლის ადამიანს ერთნაირი ლიმიტი და საჭიროებები ჰქონდეს. როგორც წესი, ეს უნდა იყოს მზარდი, იმიტომ რომ შემდეგ ჩვენი, ესე ვთქვათ, საპენსიო ასაკი ან მაშინ, როცა აღარ მოგვინდება აქტიური მუშაობა, ვიყოთ მშვიდად და საქართველოს იმედზე, ამ ეტაპზე, საქართველოს არა, საქართველოს როგორც ქვეყანას არაფერს არასდროს არ ვერჩი, სახელმწიფოს იმედზე ვერ ვიქნებით, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ქართველი პენსიონერისთვის ღირსეული ცხოვრება. აქედან გამომდინარე, რა ვშვებით, ინდივიდუალურად ვზრუნავთ ჩვენს საპენსიო ასაკზე. ქართულ ფინანსურ იდენტობაზე ვრცლად, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ წინა ვიდეოში. შეიძლება ცალკე ეპიზოდით ჩავწერო, რაღაც დრო რო გავა, იმიტომ რომ მომწონს როგორც თემა სასაუბრო. მოდი ვიტყვი ესე, ომები მე-17-18 საუკუნეში კაცის საშუალო სიცოცხლის ასაკი იყო რაღაცა 35 წელი, არასტაბილურობა, საბჭოთა სისტემა, საკუთრების უფლება არ შეგიძლია, რომ კონდეს თუ ფული გიჭერენ, ხრეტენ, გასახლებენ. მერე 90-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსი, უამრავი ადამიანი ანაბრები შეიტანეს და ფული მოიპარეს და არ დაუბრუნეს არაფერი, პლუს ფული გაუფასურდა და რა თქმა უნდა, ქართველი ფიქრობს, რომ დღეს რაც მაქვს, უნდა გამოვიყენო. ხვალ კაცმა არ იცის რა იქნება და სტაბილურობა ჯობს რისკს, ყველა მდიდარი ცუდია, ნახე ფული მოგპარეს, პლუს ეხანდელი საარჩევნო კამპანიას გამახსენდა, აბა ომი გინდათ? აი ესეც მან დურტყამს. ანუ რომ ქართული ფინანსური იდენტობა კიდე, ესე ვთქვათ, განგრძობითად იყოს იქ, სადაც არის. რა თქმა უნდა, ადამიანს რომ ომის ეშინია, ის არც სახლს ააშენებს, არც სწავლას დაიწყებს, რაც აქვს გაყიდის, დახარჯავს და ძირითადად ვამბობ, რა თქმა უნდა, ყველა არა. მე მახსოვს, რომ მე და ჩემქმარს უნდა გადაგვეწყვიტა ქალაქ გარეთ, მაშინ გვინდოდა ცხოვრება, არ გვინდოდა, ემიგრაციაში ვიყავით და სახლის მშენებლობა მოკლედ დაგვეწყო თუ არა და აი გადავწყვიტეთ და აი ერთ თვეში ეს კამპანია დაიწყო და აი როგორი დათრგუნული ვიყავი, რომ ვაიმე და რაღაც მერე მოვხსენი ჩემს თავს, რომ მივხვდი, რომ ეს ისევ იმ დაჯერებებში წამიყვანდა და იმ ქვეცნობიერ პროგრამებში, უпростоრად მე არ მქონდა ეგ, მაგრამ ჩამობრუნებდა რაღაც მხრივ და მოვიხარშებოდი ამ ერთიან ნეგატივში და ისევ მიუერთდებოდი, ესე ვთქვათ, ქართულ ფინანსურ იდენტობას, რაც მე ძალიან მიყვარს ყველაფერი ქართული, რაც არის კარგი და ჯანსაღი, მაგრამ ფინანსური იდენტობა, ჩვენი ფინანსური ფსიქოლოგია უნდა გავარღვიოთ, რომ არ გქონდეს შეზღუდვები. თან ძალიან დიდი შეზღუდვები გვაქვს. ეს არ არის, რომ შეზღუდვები გვაქვს ნორვეგიელის და ფინელის და ჰოლანდიელის. არა, აი რაღაცა სიდუხჭირესთან ასოცირებული და სიმართლეს ვიტყვი, რადგან სამსახურის გამოცდილება მაძლევს ამის საშუალებას. ძალიან დიდი ხანი სომხეთში ვიყავი, აზერბაიჯანში ვიყავი, ყაზახეთში ვიყავი. ფინანსური იდენტობა
მოლდოვის გარდა განვითარებას არ ვამბობ ქვეყნის ფინანსური იდენტობა, ხალხი როგორ ითხოვს ხელფასს, მომატებას, ბონუსს, როგორ იცვლის სამსახურიდან სამსახურს, როგორ შეუძლია საერთაშორისო კარიერის დაწყება, ბევრად ჯანსაღი მდგომარეობა არის იქ, ვიდრე საქართველოში. და რატო უნდა იყოს ესე, თუ უბრალოდ ჩვენი ქვეცნობიერი პროგრამები შეგვიძლია დავამუშავოთ, ხო? და მეხუთე ნაწილი. ლიმიტი არის ნერვული სისტემის ტევადობა. ანუ ჩვენ ნერვულ სისტემას აქვს ტევადობა, ისევე როგორც აქვს კუჭს ტევადობა და თუ ძალიან გავაფართოვეთ და ამისთვის არ არის მზად, როგორც კუჭი გვტკივა, ისე გვტკივა ის და ცდილობს, რომ ისევ შევყულიმშოს. ანუ ფინანსური ლიმიტი არ არის ციფრი, არის ფინანსური, ესე ვთქვათ, მდგომარეობის ატანადობა. ატანადობა სწორი სიტყვაა? ატანა, დატევა. და ჩვენი ნერვული სისტემა იტევს, რომ დასასვენებლად წელიწადში ერთხელ სადღაც წავიდეს ქართველი, რომ აიღოს სესხი მანქანა იყიდოს, რომ წავიდეს ამ დაბადების დღეზე, მაგრამ ვეღარ იტევს 4 კრუის, 3 სახლს, ისეთ სამსახურს, ამ ბიზნესს, ან ტანსაცმელს, ანუ რაღაცა საბაზისოებს იტევს და იმის იქით რომ უნდა გადახვიდე, ანუ ცხოვრების სტილის აპგრეიდი მოხდეს, სოციუმის შეცვლა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველას დაკარგავთ, მაგრამ ბევრ ახალ ადამიანს გაიცნობთ, ხო? ამას ვეღარ იტევს და სულ ცდილობს, რომ ესე ვთქვათ, ჩაგაბრუნოს და ჩვენმა სხეულმა, ანუ ჩვენი ნერვული სისტემა, ჩვენი სხეულის ნაწილია, უნდა შეძლოს მეტი ფულის ფლობა შიშის გარეშე, მეტი პასუხისმგებლობის ტარება, მეტი დასვენება, მეტი სარგებლის მოტანა, მეტი ქველმოქმედება, მეტი ყურადღების მიღება, იმიტომ რომ როცა ფული გაქვს, წინა არ ნიშნავს, რომ ეხა ბრილიანტებს აისხა, მაგრამ ჩანს და უნდა ჩანდეს კანონიერად ფული, როცა აქვს ადამიანს ნაშოვნი პირიქით, უნდა ჩანდეს და გააზიაროს კიდევაც, როგორ იშოვა ეს ფული და ასევე უნდა შეგვეძლოს მეტი რისკების ატანა, იმიტომ რომ ასეა, რომ 5,000 ლარს არ აქვს ის რისკი, რაც აქვს 10,000 ლარს და რაც აქვს 50,000 ლარს. ხო, რისკი შეიძლება იყოს იგივე პასუხისმგებლობები, რომელსაც ვიღებთ სამსახურში. და ლიმიტი იზრდება, ანუ მაშინ, თუ გინდათ რიცხვი დავარქვა და თუ გინდათ ცხოვრების სტილის ლიმიტი, როცა ნერვული სისტემა სწავლობს, რომ მეტი ტევადობა არის უსაფრთხოება, არაფერი რისკი ამაში არ არის. და მოდი ახლა გავაფართოვოთ ერთად ჩვენი ტევადობა. მაქვს გაკეთებული საორჯიშო, რომელიც ჩემს თავზე და საჭიროებებზე მოვირგე და მე განვაზოგადე, ვიფიქრე რატო იყოს მარტო ჩემთვის, დამიწერეთ კომენტარებში გაფართოება და ყველას გამოგიგზავნით მეილზე ამ საორჯიშოს. მე გამოვყავი ორშაბათი დღე იმისთვის, რომ გავაკეთო ხოლმე ეს საორჯიშო, სულ დაგჭირდებათ 20-30 წუთი, შედის რაღაც წერაც, ფიქრიც, რაღაცა სიმშვიდეს და მე ძალიან დამეხმარა თაფინგთან ერთად, აი ეს ნერვული სისტემის თაფინგი ჩემთვის ძალიან მუშაობს და ასევე სეირნობა, სისტემატიურ სეირნობას რო ვიწყებ, ჩემი გონების ტევადობა მიდის იქ, რომ ხანდახან ვფიქრობ, რომ მოდი წადი სახში ჯობს სეირნობა შეწყვიტო. ანუ იპოვნეთ თქვენი ინსტრუმენტი, რომელიც თქვენ ნერვულ სისტემას დააბალანსებს, გნებავთ ცურვა, გნებავთ მედიტაცია, გნებავთ კითხვა, რაც გინდათ, მაგრამ ამ დროს ეცადეთ, რომ თუ კითხულობთ, ფულზე წაიკითხოთ, თუ წერთ, ფულზე დაწეროთ და თუ სეირნობთ, ისედაც მოვა ეგ ფიქრები ნელ-ნელა. მოკლედ, მე-6 ნაწილზე გადავედით, რაც არის ლიმიტის გაფართოების პრაქტიკა, ანუ ნერვული სისტემის ტევადობის გაზრდა. პირველი რჩევა არის ფიზიკური სავარჯიშო, მიკუთვნებულობის. აი მაგალითად, ამ რესტორანში რაღაცა ვერ გძნობ თავს, გონია რომ სოციუმის სხვა წრე დადის, ან ამ მაღაზიაში გონია რომ უფრო დიდრები დადიან, ან ესეთი მანქანა იმათ ყავთ და შენ ვერ გეყოლება, ყველა ადგილი, რომელიც ესე ვთქვათ, ისეთ მდგომარეობაში გაყენებს, რომ თითქოს იმ ადგილს არ ეკუთვნით, იარეთ
თავიდან იარეთ გაპრანჭულმა და მე თუ გინდათ ჰავაიანას ფლიპ-ფლოპებით მიდით, ანუ მიიყვანეთ თქვენი თავი იმ მდგომარეობამდე, რომ რა მაცვია, რა მიკეთია, ამის გამო არ მაფასებენ, არამედ იმიტომ ვარ ამ სოციუმის წევრი, რომ შემილია სარგებელი შევქმნა და ამ სარგებელს როგორ ვანახებ, რომ ვქნივარ თავდაჯარებული იმაში, რომ იქ ვარ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, აი უძრავი ქონება არ გჯერათ, რო გექნებათ, დაიარეთ მთელი მშენებლობები, ფასები გამოკითხეთ, პრეზენტაციები გამოვაგზავნეთ და აი თქვენი ტვინის ნეიროპლასტიურობა გამოიყენეთ. ეს არის ნამდვილი მანიფესტაცია და არა რაღაცა ასანთებით ავანთოთ ცეცხლები და სამყარო თავისით აგვისრულებს რაღაცას. ტვინის გავარჯიშება, გაწელვა, ნეიროპლასტიურობა. შემდეგი სავარჯიშო არის განზრახვა და მნიშვნელობა. აი ყველა მიზანი, რომელიც გაქვთ, გადააკეთეთ საერთო სარგებლობის მიზნად. მაგალითად, სახლი გინდა? მე კი არ მინდა სახლი, ჩემი ოჯახისთვის მინდა, ჩემ ოჯახთან ერთად მეც რო ვიყო და ბედნიერი ვიყო. მანქანა მინდა, იმიტომ რომ დედაჩემი ან არ ვიცი, ჩემი შვილები კომფორტულად ვატარო სკოლაში. ანუ ეს მიზნები არ იყოს მარტო შენზე. როგორც კი გააფართოვებ, ანუ მეტ მნიშვნელობას მიცემ, შინაგანი мотиваცია რომ მიაღწიო ამ მიზანს ჩაგერთვება და ბევრად მარტივად მიხვალ, ვიდრე მიხვიდოდი მარტო მე. და ტვინი როცა ხედავს, რომ შენი ტევადობის გაზრდა, შემოსავლის გაზრდა, იმიტომ გინდა რომ იყოს სასარგებლო, ამას საფრთხეთ აღარ აღიქვამს. პირიქით გეტყვით, მიდი ელენე, აბა შენიცი გარემო. იყავი იმ გარემოში, სადაც შენი აი ეს არაკომფორტული ზონა, დიდი რიცხვი, მაგალითად, ჩემთვის არ ვიცი, 101 მილიონი დოლარი ნორმალურია. ტვინი ნორმალიზებას აკეთებს გარემოს მიხედვით. თუ გაქვს უკვე რაღაცა შემოსავალი, აი წადი ისეთ სასტუმროში, სადაც შემდეგი ლაიფსტაილით ადამიანები დადიან, ან მაგალითად წაიკითხე ისეთი წიგნები დაესწარი ისეთ კურსებს, ხო? მე მაგალითად ძალიან გამიფართოვდა ჩემი ტევადობა, როცა ემირატებში ცხოვრობდი და დავდიოდი, ესე ვთქვათ, მანქანის ცენტრებში, ესე ვთქვათ, კი არა, ტესტ დრაივებზე, ხან ერთ მანქანას ვატარებდი, ხან მეორეს, თავიდან რაღაცა მორცხვი ქალივით ვიყავი, რომ აი არ ვეკუთვნი ამ ადგილს, ალბათ ყველა ხვდება, მაგრამ მერე მოვიდა ეს თავდაჯერებულობა და აი ამ გარემოს გამოყენებამ იმისთვის, რომ გამეზარდა ჩემი ტევადობა, ნამდვილად გავზარდა და თუნდაც ახლა რომ შევდივარ, არ ვიცი, რომელიმე ძალიან ძვირიან მაღაზიაში, აი რავი რა, თუ მინდა ბირკენშტოკები მოცვია და თუ მინდა გაპრანჭული ვარ და თუ მინდა აი ამ თეთრი მაისურით და ყველა ისე კარგად მექცევა, როგორც მომექცევა და აი რაღაცნაირად რომ შევსულიყავი გადაპრანჭული. ანუ უბრალოებსაც შეგვილია რომ ვიყოთ მისაღებები, არანაირი საჭიროება იმის, რომ აი რაღაცა გვეწეროს, რომ ეს მაცვია ან როლექსის საათი მიკეთია, როცა შენ ხარ თავდაჯერებული, არ არსებობს. მე პირიქით ვფიქრობ, რომ თავდაუჯერებელ ადამიანებს ჭირდებათ ეს რაღაცა ასხმა ამ ყველაფრის, რომ თავის სტატუსს ხაზი გაუსვან. აქედან გამომდინარე, გარემოს მიაქციეთ ყურადღება, ხო? არის, რომ ოთახში, სადაც ყველაზე ჭკვიანი ხარ, დატოვე და შედით ისეთ ოთახში, სადაც უფრო ჭკვიანები არიან, რომ ისწავლოთ თქვენს იქიდან და არის კარგი გამონათქვამი, ხო? შეხედე ხუთ შენ ყველაზე ახლო ადამიანს, ანუ ვისაც ხშირად ეკონტაქტები და იმეთი საშუალო ხარ შენ. ამიტომ აუცილებელია ადამიანები ავირჩიოთ, არ ვამბობ რო ფულით, მაგრამ თვით რეალიზაციაში შვიდები, ბედნიერები, კეთილები, პასუხისგებლიანები და აი ნახავთ თუ ეს თვისებები ჩვენთან ჭარბადაც არ შემოვა. მეოთხე არის პასუხისგებლობის გაზრდა საკუთარ თავთან და მიზნებთან მიმართებაში. აი მე მაგალითად 29 წლამდე, ეხლა ვარ 34 წლის, მართვის მოწმობა არ მქონდა რა, აი არ მაინტერესებდა და ანუ მთელი ჩემი ხელფასი არც სახლი მინდოდა რომ ჩემი მქონოდა, საკმაოდ დიდი ხელფასი მქონდა და რაღაცა სულ ხარჯავდი რა, მოკლედ რაღაცა ესეთი ის იყო, ან დასვენებაში, ტანსაცმელში, ესეთ რაღაცებში და არაფერს არ ვტოვებდი ხელშესახებს.
ნუ იმომით შეიძლება ესე მიმიდოდა, მაგრამ ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა დამაძალა, რომ აი ერთად ჩავეწეროთ მართვის მოწმობაზე და შენც უნდა გქონდეს და მეც თვითონ არა იღო იმ მომენტში, მაგრამ ნუ მოკლედ მე რადგან ჩავეწერე, ეგეთი პასუხისგებლიანი ვარ, თან როცა ჩავეწერე უნდა გავაკეთო და ავიღე მექანიკის მართვის მოწმობა, პირველზე ჩავაბარე ყველაფერი და აი ეს 29 წლის ასაკში ვისთვის რა შეიძლება იყოს მართვის მოწმობა რო ავიღე, ამან რაღაცა აი დამამიწერა უკვე მე დიდი ვარ და მე ვიყიდე მანქანა, მე ვიყიდე ერთი სახლი, მეორე სახლი შევცვალე მანქანა, ანუ პასუხისგებლობას რაც გაგიზრდით, თუნდაც რომ ეს ასოცირდებოდეს ხარჯთან, გადადგით ესეთი ნაბიჯი, ისწავლეთ რაღაც, რაც გონიათ რომ არ გამოგივათ, აი მაგ შიშს დაუპირისპირდით და ზუსტად მეხუთე ეგ არის, რომ შიშის დაძლევა რა, აი რაღაცა ისეთი უნდა ვაკეთოთ, სულ აქ მიწერია რომ ყოველ კვირა, მაგრამ მე გეტყოდით ყოველ დღე რომ აი ამ ფულთან და ფინანსებთან დაკავშირებულ და ხარჯთან დაკავშირებულ შიშს დაგვეძლევით. და მე არ ვამბობ გავარდეთ და დავხარჯოთ მთელი ჩვენი ფული რაღაცა მაღაზიაში, მაგას არ ვამბობ. პირიქით, თუ გვაშინებს ფინანსებზე შეხედვა, ყოველდღე შევიდეთ ონლაინ ბანკში და ვნახოთ რამდენი დავხარჯოთ. გავაკეთოთ ბიუჯეტის ფაილი, ხო? ხარჯები ფიქსირებული, ისეთი ცვლადი 10%, 20% ინვესტიციას. ან მაგალითად გაშინებთ როგორ ვიყიდო საფონდო ბირჟაზე ფასიანი ხაღალდები, კითხეთ ChatGPT-ს უკვე ძალიან მარტივია, ჩაწერეთ YouTube-ში. ქართულად არ შემხედია, შეიძლება იყოს, ნახეთ, მაგრამ რუსულად, ინგლისურად ეს ყველაფერი არის. რომც არ იყოს ChatGPT არის და საქართველოს მოქალაქეს იგივე, ძირითადად იგივე პლატფორმებზე აქვს წვდომა, რაზეც ამერიკის მოქალაქეებს. ამიტომ ყველაფერზე გვაქვს წვდომა, რაც ხდება ამერიკულ ბაზარზე, კანადურ ბაზარზე, იაპონიის ბაზარზე, ანუ ნუ ვიფიქრებთ, რომ რადგან სხვა ქვეყანაში ხდება, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მაგალითად იმ კომპანიებიდან მივიღოთ სარგებელი. ყველა ვყიდულობთ Apple-ის პროდუქციას და რა ვიცი, იყიდეთ Apple-ის აქციების თუ ესე გჯერათ ამ კომპანიის, ხო? ეს არ არის ფინანსური რჩევა, მე არ მაქვს Apple-ის აქციები, თუმცა ვფიქრობ, რომ 20 წლის პერსპექტივაში მაინც იქნება ძალიან კარგი და მომგებიანი კომპანია, თუმცა მცირე, ესე ვთქვათ, ზრდით. აქედან გამომდინარე, აი გაიფართოვეთ ფინანსური ცოდნა, ბარიერები, მოიხსენით ეს შიში, ტელეფონი გააქვთ, უკვე საკმარისია, კომპიუტერი გაქვთ, ეგეც საკმარისია იმისთვის, რომ ისწავლოთ როგორ გაფართოვდეს ჩვენი იდენტობა, რაც უფრო მეტ ვიდეოს მოვისმენთ, წიგნს წავიკითხავთ, მით უფრო გაფართოვდება, რომ ეს რაღაცა ვაუ და ის არ არის მარტო კრიმინალი 90-იანების კრიმინალ 90-იანელებს შეეძლოთ ფულის შოვნა, ეს ესე არ არის. ამერიკაში დღეს ფული იშოვება იქ, სადაც იქნება ტექნოლოგიები, არის სოციალური კაპიტალისთვის ზრუნვა, გარემოსთვის ზრუნვა, არ ვიცი, დიაბეტიანი ადამიანებისთვის ზრუნვა და საერთოდ სხვა წყობა არის. იგივე ევროპულ ბაზარზე, ამიტომ შევიყვაროთ ფული, ფული არის საშუალება, რომ გავახაროთ ბევრი ადამიანი, გავახაროთ საკუთარი თავი, ვიცხოვროთ მშვიდად და მე კიდევ ვიტყვი, რომ ქალებს განსაკუთრებით ჭირდებათ, რომ იყვნენ დამოუკიდებლები და ქონდეთ ფული და ესეთი გამონათქვამი არის, რომ არაფერი ისე ძალიან არ უხდება ქალს, როგორც უძრავი ქონება და უძრავი ქონებიდან შემოსული პასიური შემოსავალი, რომ იყოს ყოველთვიურად მშვიდად. თუ უნდა რომ არაფერი აკეთოს, თუ უნდა რომ შემდეგ თვეში აკეთოს, დაამატოს, ხო? აქედან გამომდინარე, შინაგანის სიმშვიდისთვის ერთეული ადამიანების გარდა ნამდვილად არის საჭირო ფინანსური სტაბილურობა და კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენი ლიმიტი სულ რო იყოს 100 ლარი, ამის გაზრდა შეიძლება, არ ვიცი, სადამდეც გინდათ. ამიტომ იმუშავეთ საკუთარ თავზე და მომწერეთ, ვისაც გინდათ სავარჯიშო, დაწერეთ გაფართოება, გაგიზიარებთ დროებით და ბედნიერ დღეს გისურვებთ, საიდანაც არ უნდა უყურებდეთ ამ ეპიზოდს.